ხალხო, როგორც იქნა, როგორ მიხარია პირველად. ესე იგი, ხო უკვე მესამე თვეა, ხო არ? აგვისტოს ბოლოს ჩამოვედი და აგერ მოვიდა ნოემბრის ბოლო, ხო, მესამე თვე. და ჯერ რაღაცა პერიოდი სჭირდებოდა 2 თვე, მე მგონი, რომ მონეტიზაცია ჩართულიყო. ეხა ამ გვერდს, მორთეს გვერდს ძალიან აქტიურად იმას შვები. აქტიურად ვაქტიურობ, რა ვეღარა თქვი, რა სკრუჩივა რუსულად და ქართულად როგორ უნდა ქართულად? რა სკრუჩით? დავარეკლამო? ნუ ოკეი, პირდაპირ თარგმანი ვერ მომაფიქრდა. ვისაც მოგაფიქრდა, შემახსენეთ. ხო, დამიწერეთ კომენტარებში. რაღაც სიტყვები, როცა რამოდენი ენას ხმარობ, რაღაც სიტყვები, რო გინდა ქართულად საუბრობ და ამოხდება ინგლისურად, ან რუსულად, ან პირიქით რუსულად საუბრობ, ქართულად მოგივა თავში. მიხართ ესე, ჩემსავით. ხანდახან რა მიმართება ხოლმე, იცი, რო ვწერ ჩქარა და მის რა ქვია, აი ქართულად ხო, რაღაცას ვთქვათ, ლექციაზე ვარ და ვიწერ, ან ჩემივე აზრებს ვწერ და მე აღმოვაჩენ, რომ რუსული ასოებით წერ. ბლინ, რა არის, ამ პირიქით რუსულს რაღაცას ვისმენ და ქართული ასოებით წერ. ესეც დამმართნია. ვინც რამოდენი ენას იყენებთ, ყველა ესე ხართ თუ მე ვარ ცოტა ვერ ვქაჩავ. მე მგონი ყველა ესეა. ერთი სიტყვით, რაზე უნდა მეთქვა, რაზე დავიწყე ვიდეოს ჩაწერა და რებს ვლაპარაკობ. მონეტიზაცია, ხა კონტენტ კრიეიტორი ვარ, გასაგებია. მომწონს ეს კარგ რაღაცას ვაკეთებ, კარგ ინფორმაციას ვაწოდებ ადამიანებს, განვითარებისა, ჩაფიქრებისაკენ ვუბიზგებ, ვიცი რომ კარგი ენერგია მაქვს, ამას ყველა აღნიშნავთ ხოლმე და რამდენი მწერს რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი და ენერგია მივიღე შენი ვიდეოდან, კარგ ხასიათზე დავდექი, სიცოცხლეს მოანდომებ ადამიანს და აი მადლობა, დიდი მადლობა ამ კომენტარებისთვის, ვინც ასე ხართ, დამიწერეთ, ისაც გსიამოვნებთ ჩემი კონტენტი და ჩემი დანახვა და იმ ენერგიას გრძნობთ, იმიტომ რომ არიან იშვიათად ზოგიერთები, მაგრამ ამ ენერგიას, ამ დადებით იმპულსს, რასაც მე ვუშვებ, ვერ გრძნობენ და უკუღმა აღიქვავენ და რაღაცა საოცრებებს რო წერენ ხოლმე, ხა დამი კომენტარებია და ვიდეოების ჩამიწერია და ხა ამაზე აღარ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს. ხო და მეთქი ამ საქმეს რო ვაკეთებ, მინდა მონეტიზაცია და მოგახსენებათ, მონეტიზაცია Facebook-ი იქნება თუ TikTok-ი თუ YouTube-ი საქართველოში არ არის. რაღაცა უნდა სქემები ჩახლართო, რომ საქართველოში არსებულმა კონტენტ მეიკერმა, ბლოგერმა, კრიეიტორმა რომ ფული იშოვო. ისე ამასაც ყველაფერში გავერკვევი. ჩემო ძვირფასო ქართულ ბლოგერებო და დაგეხმარებით თქვენი კონტენტის მონეტიზაციაში მაცალეთ, ჯერ აი ამ ხრივ ფეხს ვიდგავ და დაგეხმარებით ნაღდად. თუ კი რაღაცას აკეთებ და ამას ხალხი უყურებს, აზიარებს, იწონებს, მოწონს, ესე იგი ღირსი ხარ იმის, კარგ საქმეს აკეთებ ეს პირველი და ღირსი ხარ იმის, რომ ამაში სამყარო გადაგიხადოს თანხა. ანუ კონკრეტული ადამიანები კი არ იხდიან ამას, იხდის ეს პლატფორმები, უდიდესი, უმდიდრესი პლატფორმები, როგორც არის YouTube, Facebook, Instagram, TikTok და ასე შემდეგ. ხო და ეს იდეა მაქვს რა და გავერკვევი ყველაფერში და დედას უტირებთ. ოკეი, და ხო, ესე იგი დაიწყო მონეტიზაცია ჩაერთო სადღაც ოქტომბრის დასაწყისიდან. ალბათ ცოტა ადრედან, იმიტომ რომ 2 თვე რო გავიდა. ჩამოსვლიდან ამას IP მისამართს ავტომატურად კითხულობს, ხო? სივრცე. ხო და თვალყურს ვადევნებდი დიდით ამით, რომ თქვენ ამდენი თანხა იშოვეთ, ხო? და ოკეი, თან მიხარია, თან ახლა დიდი არაფერია, რაღაც $100-ზეა საუბარი, მეტი კი არა. საწყისისთვის რატომაც არა, მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ თუნდაც ეს $100 ვიშოვე. თქვენი მადლობა რომ მიყურებთ, აზიარებთ, ვისაც არ გაქვთ ეს ჩემი გვერდი, გამოიწერეთ, თუ კი მოგწონთ ინგა და ის ენერგია, რაც ინგას მოაქვს და ის ინფორმაცია, რასაც ინგა გაწოდებთ, გამოიწერეთ. ვიცი რომ ბევრი უბრალოდ ისე უყურებთ, მაგრამ გამოიწერეთ და დააყენეთ შეტყობინებები, რომ ახალი ვიდეო რო დაიდება, რომ უმალვე ნახოთ. რატომაც არა, ხო? თუ კი გინდათ, რა თქმა უნდა. თუ არ გინდათ, საერთოდ დაბლოკეთ ჩემი გვერდი. ესეც ოკეია და სულაც არ არის აუცილებელი რომ ყველას მოვწოდე და საერთოდ არ მაქვს იმის მოვდინი რომ ყველას მოვეწონები. ხო და
გაჩვენებთ ახლა, ანუ დაიწყო სადღაც სექტემბრის ბოლოდან. არა, 2 თვე არ დასჭირდა გამოდის. მე თუ აგვისტოს ბოლოს ჩამოვედი, ესე იგი, სექტემბრის ბოლოდან სულ 1 თვეში დაიწყო მონეტიზაცია. და ოქტომბრის განმავლობაში მომიგროვდა $124. ლელე! ხო და, ოკეი, კი მოგროვდა ეს, მაგრამ რანაირად უნდა მივიღო ეს ფული, რაღაცა მოვინდომე, ვიჩალიჩე, ამერიკული ანგარიში ხომ აქვს და მივაბი ამ ჩემს Facebook-ს ეს ამერიკული ანგარიში, რომ ამერიკულ ანგარიშზე გამოვიდეს ეს თანხა, მაგრამ როდის უნდა გამოვიდეს, რა უნდა გამოვიდეს? კიდე გასარკვევი მქონდა და დღეს გავერკვიე. ხო და, ესე იგი, ყოველ თვეს გიხდიან ამ ფულს, ოღონდ უყურეთ, რაც პირველიდან 31 ოქტომბრამდე ვიშოვე, ის უკვე გამოგზავნილია, მაგრამ ეტყობა ტივით მოდის, მაგის დედავატირე. ამ საბანკო სისტემის ჭღრმ-პღრმ რა უნდა ახლა ერთ ქვეყანაში რომ თუნდაც ერთი ბანკიდან მეორე ბანკში რომ ფული მოვიდეს. ერთი დღე უნდა, ხო? არა. ესე იგი 25 ნოემბერს მექნება ჩემს ანგარიშში საბარაუდო თარიღი არის 25 ნოემბერი, როდესაც ეს $124 ჩამერიცხება, ახლა გაჩვენებთ იმას ეკრანს. აი, ჩემი ადამდევას დროინდელი კომპიკო გაჩვენოთ. რუსული დაიმალა, რუსული ინტერფეისი მაქვს. ვიცი, ახლა ქოქოლა მოყვება ამას, მაგრამ უყურეთ, ესე იგი 31 ოქტომბრის ეს არის და გამოგზავნილი გვაქვსო და 25 ნოემბერს აჟიდაეცაო. აი ესეთი მოცემულობა მაქვს და ნოემბერში უკვე $80-მდე, იმიტომ რომ მთლიანობაში 200-ია, მაგასაც გაჩვენებთ, მოიცა. აი ეს არის მთლიანობაში მონეტიზაცია, იმ 124-ის ჩათვლით 201-ია, ანუ 124 გამოაკლდება და მოიცადე მონეტიზაცია გვაჩვენებს ახლა რა და როგორ და ასევე აჩვენებს ყველაზე ესე იგი ვიდეო rilsებით შოულობ გამოდის ვიდეოებით რა, ეხლა ყველა ვიდეო რაც იდება იმას ქვია rilsი, მოკლეა, გრძელი არ აქვს მნიშვნელობა და რა ეხლა გაჩვენოთ, მოიცა ეს ვიდეო გახსოვს, ამას თავი ბელუჩი გონიაო, მაგ ვიდეო მოიტანა თითქმის $23. მერე ლეილა როქოჩორზე გვატრიალებს, მაგან მოიტანა $12. მოეშვი საკუთარ თავზე ძალაობას ეს ვიდეო გახსოვთ? $10, ვისაც არ გინახავთ ეს ვიდეოები გადადეთ. ნახეთ, იხალისებთ. მერე მაკო რომ მეღადავებოდა სალმონზე გახსოვთ ორაგულზე. იმან $8. ხო და ერთი სიტყვით, ძალიან გახარებული ვარ და იმას რომ რა ქვია 25-ში ახლა ჩემ საბანკო ანგარიში წამდაუწუმშევა მოწმებ ხოლმე ამერიკულს და როცა მოვა ის ფული მასაც გაგაგებინებთ. ხო და ვინც ბლოგერობას აპირებთ, რაღაცებში კარგად გამოვერკვევი მონეტიზაციაში, თორე ხა პოპულარობა აღიარება კარგია. მე იცით რომ ხა მე ბლოგერობით არ დამიწყია, ხო? მე დავიწყე ჩემი ფსიქოლოგიისა და კოუჩინგის ცოდნით გაზიარებით და მაქვს პროდუქტი, რომელსაც ვყიდი ძალიან წარმატებით, ვინც არიცით, აი აკადემიის გვერდზე გადადით, გაჩვენებთ ახლა როგორ აი აქ დავწერ აი აკადემი Facebook-ზე გვაქვს ძირითადი გვერდი, როგორ უნდა გვიპოვოთ და ის მადლობა ღმერთს, აი არ ვიცი, იმითი ჩემს საარსებოს და იმაზე მეტ ფულს შოულობ, ბარე, რა ვიცი, საშუალო სტატისტიკური ქალი რო ავიღოთ საქართველოში, რა ვიცი, ალბათ 10%-იან შოულობს, მაგდენს ან ვერა. ჩემი ცოდნით, ნულიდან, ჩემით, ყოველგვარი პატრონების, შმატრონების, ხელშეწყობის, ფეხების შეწყობის, ყველაფრის გარეშე. ჩემი ცოდნით. ცოდნა ფსიქოლოგიაში და კოუჩინგში და ცოდნა იმაში, თუ როგორ განავითარო შენი გვერდი და როგორ დააინტერესო პოტენციური მომხმარებელი და როგორ იმას ქნა გამოიყენო ეს შენი შემოსავლის წყაროს შესაქმნად. ისე ჩემოძვირფასებო, სწორედ აი ამ ცოდნას, იმიტომ რომ ცოდნა
შეიძლება ჩემზე ბევრჯერ უფრო ბევრი და მაღალი ხარისხის თუ რა ვიცი რა დავარქვა არიან ადამიანები რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი ცოდნა მაგრამ ვერ ახერხებენ ამის მონეტიზაციას წახვიდე პროფესორი ხარ ადამიანი და წახვიდე და სადღაც დაქირავებულ მუშაკად იმუშაო და კაი დაქირავებულ მუშაკებს არ ხვდიან იმდენს რამდენიც თავად შეუძლია რომ იმუშაოს ამ ადამიანმა თავის ცოდნაში ხო და შეგიძლიათ ეს მე თუ შევძელი ესე იგი შენ შეგიძლია მე არაფრით არა ვარ შენზე უკეთესი მხოლოდ ისე განაგო სამყარომ რომ მე ეს ცოდნა მომეცა ბალიზე რო ვიყავი 2013 წელში თვითპროდიუსირების შესახებ კურსი გავიარე და იმის მერე ჩამოვედი საქართველოში და შეუბერე და აგერ მე რამდენ მე-11 წელი გახდება ხა იანვარში რომ აი ესე წარმატებით მივდივართ წინ და ჩემს გარდა კიდე რამდენ ადამიანი დაქირავებული მყავდა ეხლა კი სულ 2 ადამიანი მუშაობს ჩემზე მაგრამ სულ რაღაც 3-4 თვის წინ 15 კაცი მუშაობდა ჩემზე და 15 კაცს ხელფას უხდიდი ხა ეს ხუმრობა ხო არ არის ხო და თქვენ შეგიძლიათ შემომიერთდით ეს არ არის მარტო ტექნიკური ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მაგის გარეშე ვერსად ვერ წახვალ მაგრამ უფრო მეტი დაბრკოლება თუ ადამიანი ჭკვიანია და ცოდნა აქვს ინტელექტი აქვს განათლება აქვს იმისთვის რაღაცა ტექნიკური სათვისება რა არის არაფერი არ არის მაგრამ რაც ყველაზე დიდი ბლოკი არის ჩვენში და რაც არ გვიშვებს აი ამ ბლოგერობაში, ფლუენსერობაში, ჩვენი ცოდნის მონეტიზაციაში, აი ესე დამოკიდებს, რომ გაასაჯაროო შენი თავი, რომ საჯაროდ გამოაცხადო, რომ მე ვიცი ესა და ეს და მე შემიძლია ეს გასწავლოთ ძალიან კარგად და ეს ცოდნა გამოგადგებათ ამაში და ამაში და აი ეს კრიტიკის შიში, გამოვლინების შიში, უარყოფის მიღების შიში, გაყიდვის შიში ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. ანუ თვითპროდიუსერ ესეთ პროგრამას ბლოგერობაზე, თვითპროდიუსერებას სხვაგან ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ყველგან არის მარტო ტექნიკური ცოდნა და მე გაძლევთ ცოდნას, რომელიც ცოდნას კი არა, ტექნიკებს და ხო, ცოდნაც არის ეს თავისთავად, რომლითაც თქვენს თავზე მუშაობ და ამ შიშებს და ამ დაბრკოლებებს, აი ამას რაც არ გიშვებს წინ ამას ვამუშავებთ. ამიტომ შემოგვიერთდით. პირველი ნაკადი არის, ანუ პირველად ვატარებ ასეთ ფორმატში სრულიად განახლებული. პირველად ვაკეთებ ისე რომ ეს კურსი ხელმისაწვდომი არის სრულიად ახალი ადამიანებისთვისაც, გულისხმობ იმას, რომ მე მარტო კურს დამთავრებულებისთვის იქნება, მარტო ტრანსფორმაციული კოუჩებისთვის იქნება. ეხლა ახალ ადამიანებსაც შეგიძლიათ შემოგიერთდეთ. და ეხლა არის ჯერ კიდევ მოქმედებს ფასდაკლება. ასე რომ მოინდომეთ და შემოგვიერთდით. 27-ში ვიწყებთ კურსს. 27-მდე უნდა მოასწროთ. მერე მოგიწევთ მთელი 6 თვე ტრანსფორმაციული კოუჩინგის სწავლა, რომ ამ კურსზე მოხდეთ. მომწერეთ. ხო, და ერთი სიტყვით რა. თქვენ შეგიძლიათ ცოდნით ხო შეულობთ ფულს და იმით რომ აი ესე ბლოგი მიყავთ და კონტენტს ქმნით და კონტენტ კრეატორი ხართ, ამით იციშოვით ფულს. ხალხო, ფულის შოვნა 21 საუკუნეში ძალიან ნადვილია. ნუ ტკეპნით ძველ დაძველებულ გზებს, აი, არ ვიცი, წინა საუკუნეებში ტრასები რო არ არსებობდა და აი ურმით რო დაკატაობდა ხალხი და ეტლებით და იმ ტლაპოს რო ზილავდნენ, აი ფულის შოვნაში იმ ტლაპოს ზილვაში არის ახლა საზოგადოების უმრავლესობა. რატო? იმიტომ რომ ახალი ტრასების არსებობის შესახებ არიციან და ეს ახალი ტრასები არსებობს და ნუ იტანჯებით, გთხოვთ რა, მოგწერეთ და შემოგვიერთდით.